არასამართლიანი ეს. მოქალაქის უფლება იმას კი არა, იმას უნდა ჩამოართვა. რა გვარი იმაგი? ახლა რო არის. არგველაშვილია პრეზიდენტია. და თქვენი აზრით რატომ მიიღეს ეს განაცხადება და რატომ ჩამოართვეს? არ ვიცი, ბაბა, ვერაფერს ვერ გეტყვი. ნეტავ ჩამოართმევდეს ღარიბაშვილს კიდევ მოქალაქეების უფლებას ვინმე ჩამოართმევდეს ესე იგი ივანიშვილს, თუ ივანიშვილი არა, ჩვენ მოქალაქე. რატო ჩამოართვეს? როგორ შეიძლება სიცხვილე არ არის საქართველოს პრეზიდენტი იყო და იმის მაგივრად რომ პატივიცენ და უფრო მადლობა გადაუხადონ, იმიტომ რომ მაგან გამოიყვანა ჩეხიდან ჩვენი ქვეყანა საქართველოს მოქალაქეობას სარწმუნო. ეს ბილეთ უფრო ძალიან ცუდი ამბავია. ვის უფლება თქვენი აზრით სამართლიანია ეს განაცხადება? თვითონ იმას ხარ სამართლიანია, პარა არის სამართლიანია. თქვენი აზრით რატომ არის. რატო გააკეთეს და თვითონ მიიღო იქ მოქალაქეობა და აქედან ჩამოართვენდნენ, აბა რა იქნებოდა. მაშინ არ უნდა მიიღო იქ. აბა რა ვიცი, არ ვიცი. არასწორი მიდგომა. მოქალაქეობა თქვენი აზრით. არასწორი მიდგომა. პრეზიდენტი ხო იყო? არ შეიძლება. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ანუ არ თქვენს. არ თვლი. არ მიმაჩნია სამართლიანად. და თქვენი აზრით რატომ მოხდა ეს რატომ ჩამოართვეს? ყველას თავისი აზრი აქვს რა, ზოგი დადებითად აფასებს, ზოგი უარყოფითად. ღმერთმა იცის სიმართლე რაც არის და როგორც არის. მაინც ჩვენია, მაინც ქართველია და მაინც გული უნდა შეგტკივდებოდეს ქართველებს ერთი მეორეზე. არ არის კარგი რომ ეგრე დაარწიხროთ ერთმანეთი და ესე როგორ შეიძლება რაც არ უნდა იყოს. მაინც უნდა მოესწრებინებოდეს თავის ქვეყანაში. თუ რამე უარყოფითია გამოვასწოროთ, მიუთითოს ვინც იმაზე მეტი იცის. ჩემი აზრი ესეთია. არ მაქვს ამაზე პასუხი. მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მე მინდა განვაცხადო, რომ მთავრობამ გადადგას აბსოლუტურად უუნარო და აი ყოველგვარი სულელური ნაბიჯი რაც შეიძლება გაეკეთებინა. იმიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილს აქვს სოფლიოში ძალიან დიდი ავტორიტეტი და აფასებს ყველა ქართველი ერის გარდა და ქართველი ხალხის გარდა და ეს ძალიან მტკივნეული იქნება სამომავლოდ ქვეყნისთვის და ერისთვის. თქვენი აზრით რატომ გამოიტანა დღევანდელმა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის სულელები არიან, სხვა გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და რა ქნა, ვიღაცა ხო უნდა გაამწარონ, ვიღაცა ხო უნდა გააკეთონ ცუდი, კარგს ვერაფერს ვერ აკეთებენ და ცუდს აკეთებენ. როგორც ვიცი, ჩვენი კანონმდებლობით ასეა, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მივიღებ, ავტომატურად გეთქმება ვარი საქართველოს მოქალაქეობას. ეს კანონმდებლობით არის. რაც ასე ჩამოართვა სხვებს და მე მეორე შემოიტანა ჩემ საკუთარ ძმაზე გეუბნებით, შემოიტანა განცხადება და მიიღო ყველაფერი საბუთები, რომ არც პასუხისგებაში იყო, არც არ ძებნაში იყო, არც არაფერში და მიიღო ჩვეულებრივად ორი მაგი მოქალაქეობა. საქართველოში ვინც იბადება, არა, ყველა საქართველოს მოქალაქეა. არა სამართლიანი. და თქვენი აზრით როგორ ფიქრობთ, არის ეს პოლიტიკური დაპირისპირების პრა? პოლიტიკური კი? პოლიტიკური. უსამართლოა. სააკაშვილის ჩამოართვას. უსამართლოა. კაცმა ამხელა რეფორმები ჩაატარა საქართველოში. სახელმწიფო აქცია ეს ტაქსეული ქვეყანა და ართმევ მოქალაქეობას. არ არის ეს სამართლიანი. ეს არის პოლიტიკური ეს. არა საქართველოს მოქალაქე არქიპო, მაგრამ ხო ხედავ სახელმწიფოს მართავს. ანუ თქვენ რას ვთქვით? ვერას ვიტყვი და სამართლიანია თქვენთვის რომ არა სამართლიანი. არა, უნდა მიცენ მეორეთან, აი ხო წესით არის რომ უნდა გისა და მე ორმაგ მოქალაქეობა უნდა მიცენ. თუ არ მიცემენ, პოლონეთის მოქალაქეობას აიღებს და მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ეს საფრანგეთის მოქალაქეა, ამის გულისთვის სპეციალურად კანონი მიიღეს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნების მოქალაქეებს უფლება მიეცა საქართველოში პოლიტიკურ მოღვაწეობას. ამის გულისთვის გააკეთეს, იმიტომ რომ ამას საქართველოს მოქალაქეობა არ მიიღო. იმიტომ რომ საფრანგეთში ორ მიანი გეტყობა არა. ვერ გეტყვით რა ვიცი, არ შეიძლება მე მგონი. ჩემი აზრია. არ ვიცი. და ეს პოლიტიკური დაპირისპირების პრა ხო არის? თავისთავად, მაგას თქმა რა გვინდა.